თბილისის სპორტის სასახლე დღეს შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენებს მასპინძლობს. ტურნირის სპორტის ამ სახეობაში ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მებრძოლის გასული წლის ნოემბერში ტრაგიკულად დაღუპული გურამ გუგენიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ტურნირის დაწყებამდე სპორტსმენებს დედაქალაქის მერმა უმასპინძლა. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ტურნირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია დედაქალაქის იმიჯისათვის, რამდენადაც თბილის 1000-მდე უცხოელი სტუმარი ეწვევა. არის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება და სწორედ ამიტომ თბილისის მერია ამ ღონისძიების ოქროს სპონსორია. ჩვენ აქტიურად უჭერთ მხარს, რათა ჩვენმა შვილებმა, ახალგაზრდებმა დაინახონ რას ნიშნავს ორთაბრძოლა, რას ნიშნავს კონკურენცია. ჩვენი გუნდიც მონაწილეობს და ძალიან საინტერესო ორთაბრძოლები გველის და ღირსეულთა შორის ღირსეულების გამარჯვებას ვუყურებთ. გაიმართა ერთიან შეხვედრა სპორტსმენების და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეგვპირდა რომ მომავალშიც გაიმართება ესეთი შოუები და ამისთვის აუცილებელია რა თქმა უნდა ჩვენი მერის მხარდაჭერა. ჩვენთვის ეს დიდი პრესტიჟი არის M1-ის საქართველოში გამართვა. სპორტსმენებისთვის არის ძალიან დიდი შანსი რომ უკვე თავიანთი კარიერის პირველი სერიოზული ნაბიჯები გადადგან.